საქართველოს სახით ერთადერთი თანასპონსორი ხავს გაეროში ამერიკის მიერ უკრაინაზე წარდგენილი რეზოლუციის პროექტს. მედიის ცნობით რეზოლუციის ტექსტი რუსეთის მიმართ ნაკლებად მკაცრ ფორმულირებებს შეიცავს. მთავარი გზავნილი და მოწოდება ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება. არსებობს რეზოლუციის კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ევროპის ქვეყნების მხარდაჭერით კიევმა წარადგინა და რომელშიც რუსეთი უკრაინაში შეჭრაშია დადანაშაულებული, მითითებულია კონკრეტული მოთხოვნებიც. თუ Wall Street Journal-ს დავეყრდნობით, ოფიციალური ვაშინგტონი კიევს და ევროპის ქვეყნებს ამ პროექტის უკან გაწვევას და ამერიკული დელეგაციის მიერ მომზადებული ვერსიის მხარდაჭერას თხოვს. ცოტა ხნის წინ ორ სხვადასხვა პროექტს კენჭი უყარეს, ორივე ვერსიამ ხმათა უმრავლესობა მიიღო. რეზოლუციის არა უკრაინული, არამედ ამერიკული ვერსიის საქართველოს მხრიდან თანასპონსორობამ არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია თბილისში. ომთან დაკავშირებით ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია და მიდგომები საქართველოს ხელისუფლების გზავნილებს ემთხვევა, რაც 2022 წლიდან დღემდე გაკეთებული განცხადებებითაც დასტურდება. შინაარსის სიმწვავიდან გამომდინარე რეზოლუციის უკრაინული პროექტის მხარდაჭერას ემხრობა ოპოზიცია, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში უკრაინის მიმართ საქართველოს პოზიციონირებას არასაკმარისად მიიჩნევს და მწვავედა კრიტიკებს. საომარი მოქმედებების 3 წელი უკრაინაში და გაეროში წარდგენილი რეზოლუციის 2 პროექტი. ვრცელი უკრაინული რეზოლუცია, რომელიც რუსეთის აგრესიის დაგმობას გულისხმობს და ამერიკის შეერთებული შტატების პროექტი კონფლიქტის სწრაფი დასრულების შესახებ, რომელსაც Wall Street Journal-ის ინფორმაციით ერთი თანასპონსორი ჰყავს საქართველოს მთავრობა. Wall Street Journal-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების შეტყობინებაში, რომელიც ევროპის დედაქალაქებში გაიგზავნა, ნათქვამია. ჩვენ მოვუწოდეთ უკრაინას გაიწვიოს თავისი რეზოლუციის პროექტი და ნაცვლად ამისა. შემოგვიერთდეს ისეთ რეზოლუციაზე, რომელიც შეიძლება კონსენსუსით მიიღონ და რომელიც მომავალზეა ორიენტირებული, ფოკუსირებული ერთ მარტივ იდეაზე, ომის დასრულებაზე. პირველ რიგში ვუსურვებ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მეგობარ ხალხს, მშვიდობას, პრინციპულად მნიშვნელოვანია წარმატებით დასრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად ის პროცესი, რომელიც არის დაწყებული და რომელიც უკავშირდება უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. კიდევ ერთხელ მინდა გამოთქვა იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. ძალიან მძიმეა ომის შედეგები ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის და ჩვენი მეგობარი ხალხისთვის. უამრავი ადამიანია დაღუპული ამ ომის შედეგად, 10 მილიონამდე ადამიანი უკრაინელი იქცა დევნილად ან ალტოვულად. 20% უკრაინის ტერიტორიების არის დღეს ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, განადგურებულია ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების დაწყებიდან ხანგრძლივ გამოწვევებთან გამკლავება მოუწია საქართველოს ხელისუფლებასაც. შალვა პაპუაშვილის განცხადებით უკრაინაში ომის პირველი დღეებიდანვე საქართველოს მთავრობამ გაუძლო საშინაო და საერთაშორისო წნეხს, რათა თავიდან აერიდებინა რუსეთთან კონფლიქტში ჩაბმა. მათ შორის დასავლელი აქტორების მხრიდან საქართველოს მთავრობისგან რუსეთის მიმართ აგრესიული პოზიციის დაკავების მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით ამგვარი პოზიცია განმეორებითი სამხედრო კონფლიქტის მომაკვდინებელ საფრთხეს შეიცავდა. უკრაინის ომის მესამე წლისთავზე საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია თამამად გაუსწოროს თვალი ქართველ ხალხს, ვინაიდან ჩვენი ღირებულებების, პრინციპებისა და რწმენის ერთგულნი დავრჩით. უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის პრეზიდენტის უსაფრთხოების მრჩეველმა, ღიად მოგვიწოდეს ძალით დაგვებრუნებინა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. კარგად გვახსოვს უკრაინის ხელისუფლებასთან უნისონში მოქმედი რადიკალური ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, რომ ბომბები ერჩივნათ იმ სირცხვილს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკამ გამოიწვია. ღია და ფარული წნეხის მიუხედავად ჩვენ არ დაგვიწესებია ორმხრივი სანქციები რუსეთისთვის და არც სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა შეგვიზღუდავს. ვინაიდან ნათელი იყო, რომ ამგვარი ესკალაცია რუსეთისთვის საგრძნობი საერთოდ არ იქნებოდა. საქართველოსთვის კი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო გარანტიების არარსებობის პირობებში ეკონომიკურ კოლაფსსა და ახალ ომს გამოიწვევდა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით სახელისუფლებო გუნდი ყოველთვის იყო ფოკუსირებული არა თუ ომის დასრულებაზე, არამედ კონფლიქტის თავიდან არიდებაზეც. ჯერ კიდევ მანამ ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია უკრაინის შესახებ, რომელშიც ომის დაუშვებლობაზე იყო საუბარი და რომელიც ყველა მთავრობას მოუწოდებდა თავის შეეკავებინათ ვითარების ესკალაციისგან. 3 წლის წინ მიღებული ეს რეზოლუცია შალვა პაპუაშვილის შეფასებით კარგად ეხმიანება ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის მოსაზრებებს, რომლებიც მშვიდობის ქვაკუთხედადაა მოაზრებული.
ვიყავით თანაავტორი და ხელმომწერი ყველა საერთაშორისო პოლიტიკური და სამართლებრივი დოკუმენტისა, რომელიც რუსულ აგრესიას გმობდა. გამოვრიცხეთ რუსეთზე დადებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობა. მივაწოდეთ ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას. შევიფარეთ 10,000-ობით უკრაინელი ლტოლვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ ჩვენს 300,000 იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად. უცხოური მედიის ჟურნალისტების ცნობით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარდგენილ რეზოლუციას, რომლის თანასპონსორია საქართველო, ევროკავშირის ქვეყნებიდან მხარს უჭერს უნგრეთი. პროექტის ტექსტში არ არის კონკრეტული მოთხოვნები კრემლის მიმართ, განსხვავებით რეზოლუციის პროექტის უკრაინული ვერსიისგან, რომელსაც ევროპის ქვეყნების უმეტესობა უჭერს მხარს. უკრაინული რეზოლუციის სულისკვეთებას იზიარებენ ქართულ ოპოზიციურ სპექტრშიც, რომ მხარდაჭერილი უნდა იყოს ყველა რეზოლუცია, სადაც რუსეთი მოხსენიებული იქნება აგრესორად. ამასთან მიიჩნევენ, რომ საქართველოს ბევრად მეტი უნდა გაეკეთებინა ომთან დაკავშირებით, ვიდრე ამ 3 წლის განმავლობაში გააკეთა. დარწმუნებული ვარ, რომ არა ეს პრორუსული ხელისუფლება, ჩვენი მხარდაჭერა იქნებოდა ბევრად უფრო ძლიერი. უკრაინელები იცავენ არა მარტო თავიანთ ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ყველა ის რეზოლუცია, სადაც რუსეთი იქნება მოხსენებული აგრესორად, სადაც ეწერება, რომ პუტინმა დაიწყო ეს ომი, სადაც ეწერება, რომ რუსეთი არის და პუტინის რუსეთი არის ის სახელმწიფო, რომელიც ხოცავდა და ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს, მე ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის რეზოლუცია უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ნაბიჯი რეზოლუცია იქნება ეს თუ არ ვიცი ნებისმიერი სხვა, რომელიც მიმართულია ამ ომის დასრულებაზე ცალსახად და რომელიც მიმართულია და დაიცავს უკრაინის როგორც სუვერენული სახელმწიფოს ინტერესებს. ამის მიღმა ეხლა მე ტექსტს არც ერთისაც ვიცნობ და არც მეორესაც დეტალურად რომ ამ შედარებას შევიდე. რუსეთის ფედერაცია არის ამ ომში დამნაშავე, რუსეთის ფედერაცია აწარმოებს ხალხების გენოციდს და ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ეს იყოს ძალიან მკაფიოდ დაფიქსირებული იმ რეზოლუციებში, რომელიც ეხება უკრაინას. ქართული ოცნება, რომ არა სახელისუფლებო გუნდის წევრები ეჭქვეშ აყენებენ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების პოლიტიკას, რომ მათი მმართველობის შემთხვევაში საქართველოს მშვიდობის შენარჩუნება შეძლებდა. სწორედ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობის კონტექსტში განიხილავს მმართველი გუნდი ბოლო 3 წლის მანძილზე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ხელისუფლების ცვლილების მცდელობებსა და შიდა პოლიტიკურ საკითხებში უცხო ქვეყნის წარმომადგენელთა ჩარევის შემთხვევებს. ამიტომ უმრავლესობაში ვარაუდობენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ შემცირდება წნეხი საქართველოზეც. საქართველო იყო პირველი, ვინც დაასპონსორა ეს რეზოლუცია, რომელიც ერთადერთ რამეს ამბობს, რომ მშვიდობა უნდა იყოს და მშვიდობა უნდა ვეციოთ. პრეზიდენტი ტრამპი მის ერთგვარად მისიად მიიჩნევს, რომ მიღწეული იყოს სამშვიდობო შეთანხმება და მშვიდობა უკრაინაში. აქედან გამომდინარე ძალისხმევა, რომელიც მიმართულია მშვიდობისკენ, წარმოუდგენელია, რატომ უნდა იყოს ჩვენთვის მიუღებელი, მაშინ, როდესაც ეს ომი პირდაპირ გავლენას ახდენს მთელი ევროპის რეგიონზე, მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე და რა თქმა უნდა ჩვენზეც. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არა ქართული ოცნება ხელისუფლებაში და ყოფილიყო ნებისმიერი სხვა ამ აგენტურის წარმომადგენლები საქართველოში, გვექნებოდა იგივე კატასტროფული მდგომარეობა, რაც დღეს სამწუხაროდ უკრაინაში ხდება. ჩვენ ეს უკვე ნანახი გვაქვს, გამოვლილი გვაქვს 2008 წლის ომი და რამხელა უბედურება მიიღო ქვეყანამ. ყველას კარგად გვახსოვს და დღესაც ვერ მოგვიშუშებია ეს ჭრილობები. ომის დაწყების პირველი წამიდანვე იყო მთავარი მოწოდება და მთავარი მიზანი მშვიდობა უკრაინისთვის, იმიტომ რომ უკრაინის მშვიდობა ეს არ არის მარტო უკრაინაში მშვიდობა, ეს ნიშნავს მშვიდობას მთლიანად რეგიონში და რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა შეიცვლება უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 წლის შემდეგ და როგორი იქნება კონფლიქტის დასრულების პოლიტიკური ასპექტები. პროგნოზირება რთულია, თუმცა მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობა ომის დასრულების პოლიტიკას მხარს უჭერს.